და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმოგიდგენთ. ექიმები ამბობენ, რომ თუ გინდა ჯანმრთელი იყო, ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტები უნდა მივიღოთ. ახლა ადრე გაზაფხულია და მხოლოდ სასათბურე მეურნეობაში შეიძლება ამ ვიტამინებით სავსე პროდუქტის მოყვანა. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მრავლად სათბურებს ყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდებით. აქ თითქმის ყველა კომსა აქვს სათბური, სადაც წვანელი მიყავს. არის ხო დაბალი და რამე? არა, აი, ნორმალური კონები რა ყველა. ეს ტურები მოგვივიდა, კაცები აინტერესებთ და გამარჯობა. როგორ ხარ? დიდხანს ვარ გალობი. არა, მობრძანდით ახლა მიმდინარეობს. აი, გელა, კარგად ვიღარ. აი, კარგად. მობრძანდით. აკავშირდება. ცოცხლე. რამდენი სათბური გაქვს უგელა? 4 სათბური მაქვს. ეს რამდენი კვადრატზეა ერთი? ეს არის 500 კვადრატი. ეხლა ესეთი სათბური რო შეკრა, რამდენი დაგიждდება ეს? ეს ახლა ასეც აღარ აკეთებენ, რომ ეს ძველი ძდება და ახლა კაბინას აკეთებენ. ცელოფნებზე. ეს არის საცოცხავი, დილით შემოვდივართ. და როცა ცვარი აქვს ცედეცოს, შენ გამჭრიახობას საღვარი არ არის, ხო? ასეთნაირად ცოცხავთ და რა ვიცი. ყოველ დილას რო გათენდება, იწყება საქმე. გარაცოცხლით, დაჰაიერებით, მოწამლად უჭირდება, მორწყვით და რა ვიცი. რამდენი ხანია რაც ამ ბიზნესს ეწევი? ეს უკვე 90-იან წლებიდან ამ ბიზნესს ეწევ თითქოს. და თესლი საიდან შემოგვიყვანს? ეს ჩემთან პარნიქსი მაგასაც ჰოლანდიური ესენი. ჰოლანდიიდან შემოდის, ფირმებს შემოვაქვს და ყიდულობთ. მე მგონს თესავთ. ზოგი რა ვიცი, ზოგი უკრაინის გაგალს თესავს, ზოგი ადგილობრივისას თესავს, რაც გააჩნია ზოგს აფერაკ. კილო რა ღირს ესეთ ეს? მე ამაში 120 ლარი მხედავთ კილოში. და ეს ერთ სათბურს ყოფნის? ერთ სათბურს კი 1 კილო არ უნდა ვთლა, ახლა მაგაში ორივე პარნიქსი მაქვს, კილო ნახევარ და თესლი. თუ ახლა ის ჰოლანდიური აღმოცენება კაი აქვს და არ ცდება და რა. გამოდის თითქმის 90%. სეზონზე რამდენჯერ იღებ მოსავალს აქ? 8, 9, 10 ჯერაც მომბუდულა. გაჩნია ამიტომ თუ გაიმედები, მაგალითად სეზონი ყოფილა 12 ჯერ მომბუდულა. შეხედავ მოსაბუდია, გაჩერებ არ შეიძლება, ამის უნდა მეიპუტოს უკვე. ისეთ სიტყვა კი უნდა, მაგრამ ფუფუნება, ხო? სიტყვა უნდა, მაგრამ სიტყვა გაათფო, ამისას ვერაფერს ვერ მიიღებ. რო ამ ხელა სათბური გაათფო. თან ჰაერიზაცია უნდა. ღამე რო გაათფო, დღე მაინც უნდა დაჰაერო. რო ცვარს მეიკიდებს, გაფუშდება. დალბობა იცის. თუ დალბა და ერთი გაგიფუშტა, ხო, დაამთავრდა მე მაგის 7 სექტემბრიდან ითესება. 7 სექტემბრიდან ითესება. საცა ორ კვირაში უკვე გახელვა უნდა, უშახელი უნდა, მას გავხელავთ და საცა ოქტომბრის ბოლოდან უკვე არის რა, გადასაგრეფი, რომ გასაყიდოთ ივარგოს საბაზროდ. მომგებიანია ესეთი სათბურების გაკეთება? მომგებიანი რა, ვარ ახლა მომგებიანი ვარგოს ვარ გავაკეთებდით მაგას, მაგრამ მუშახელთში რამდენს იხდი? ახლა დღეს ამის გადაგრეფაზე მაგალითად ქალებს 15 ლარს ვაძლევ. ერთ დღეში. ხა დღეს ყავს 6 ქალი ყავს და ყოველ მე-10 დღეს, ყოველ მე-15 დღეს როცა გადასაბუდია, 4 ვერასაბუდია, მინდა 20, 30 გააჩნია ხა რაოდენობა საფერი ბუდება რაფერა. არის ისეთი ოჯახები, რომელიც თვითონ ერევა მაგალითად ამ მუშახელი რო არ დაიქირავ. არა, მასეთი ოჯახი არ ვიცი ახლა ჩვენ მაგალითად თუ კი ცოტა დაგვჭება, ხო დღეს ვამუშავებ მაგალითად ქალები და თუ დამჭებაცა და ჩემი ოჯახის წელები შემოვდივართ და ვაკეთებთ რა პატარას. ანუ დახმარება ყველა ვარიანტში გჭირდება. დახმარება აუცილებლად, იმიტომ რომ ამის გაკეთებას დიდი დრო უნდა. ამ კონის გაკეთებას ალბათ 3-4 წუთი მაინც უნდება ერთი ქალბატონი. ესე იგი საკმაოდ ბევრი ადამიანი ყოფილა დასაქმებული. კი, რაიონებიდან არიან ჩამოსულები. წყალტუბოდან დაყავთ მაგალითად მანქანები მუშაობს, მოყავთ ილას მოგონებს, საღამოს თვითონ მიყავთ. ხო და ისეთებიც არიან ჩამოსულები, ნაქერავები აქვთ სახლები. პრობლემა არა მუშახელზე. ესე იგი შენი თავარი პრობლემა მაინც სტაბილური ბაზარის არ ქონა. ემაგი გვაქვს. მარტო ჩემი კი არა, ყველა ჩვენი ზონის ძირითადი ის არის მაგი რა. გაჭიროება რომ ბაზარი არა გვაქვს და ჩვენ თვითონ ვერ უკეთებთ რეალიზაციას. დამოკიდებული ვარ სხვაზე და სხვა რას გასარგებლობ. შენ ისე შენ რო თავს ასარგებლობ. თუმცა როგორც ვიცი მოთხოვნილება ძალიან საკმაოდ დიდია, ხო?
კი, მოთხოვნილება ახლა ძირითადად უკრებზე მაინც არის. უკრაინა ითხოვს, იქეთ რუსეთი, მოსკოვი ითხოვს და გააქვთ აზერბაიჯანელებს გააქვთ და ცოტა ვიკეთებენ რეალიზაციას ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც უზბეკები და ის შუა აზიის ხალხი ვიკეთებს კონკურენციას. მაგრამ არა და მე როგორც ვიცი გამორჩეული გემური თვისებები აქვს. კი, გამორჩევთ კი. გამძლეობით ყველა ჯობია, იმიტომ ხა ამ ჩვენ მწვანის მაგალითად თვე გაგვიჩერები. აგვიღე ბაზარში და ბაზარი რაღაცის მუშაობა, ანუ ვერ გაგვიყიდია რაღაცა მოხდარა და შეგვინახეთ ერთვის მერე გამოგვიდანია და გაგვიყიდია. ხოლო ირანის საქონელი რო შემოდის და უზბეკების საქონელი რო შემოდის, იმის უფუჭდება და იძულებული არის უნდა გაყიდო. ესეთი 600 კვადრატულზე სათბურის გაკეთება რა დაჯდება? სადღაც ისეთი გრალი სათბურები კეთდება 500-600 კვადრატიანი დაჯდება 10-12,000 ლარამ. ის რო დაადგა უკვე და გაამზადო, დასათესა და შემედი არა. და თესლის შეტანიანა და თავის სასუქები უკვე უნდა ალბათ 2,500-3,000 ლარი თესლი იქით რა ქვია ბოდიშთან ნაკელი, სასუქები, შხამქიმიკატები უნდა მახვრის, მატლის. ამ თანხას სეზონზე ამოიღებ? ყოფილა სეზონი მეტი ამოგვიღია მაგაზე მეტი და არის სეზონი საერთოდ ვერ ვიღებ და რა ვიცი. კიდევ ამას ერთხელ გადავყუდა მოვთხრი და შამევგან პამიდორს შიგნით. ჩითილი გამზადებული მაქვს. იგი ყოველდღიურად და ყოველწლიურად მუშაობაში ხარ ჩემო. ბატონო. წყალდიდობ ზონაა ჩვენ სოფლებში მუშაობა ასეთი არ ვიცი. ახლა გადავინაცვლოთ ქალაქ წატუბოში და მოვინახულოთ კომპანია ჰერბია, რომელიც მწვანელის წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია. გამარჯობა. ბრძანდით კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩვენ სასოფლო მეურნეობაში. ბრძანდით სათბურში ელოდებათ ზურა. ოღონდ ტერიტორიაზე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა, სახეჭი რეზინის ღეჭვა და უჩვენოდ გადაადგილება ტერიტორიაზე თერთ სასოფლო მეურნეობის ტერიტორიაზე. კი ბატონო, კეთილი. ბიჭებს ხვდები? კი, ყველა საფინანსოა და ექსპერტი, ყველა ნორმალია. გამარჯობა ბატონო. მისალმების ორდანდების. მადლობთ. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასათბურო მეურნეობა გვაქვს. ასე ამბობ, მე ჩვენ ასე ვიცი. რამდენია ეს ტერიტორიულად? ტერიტორიულად მთელი ფართი 8 ჰექტარამდე არის, მაგრამ რაც გადახურულია და სასათბურო ფორმა რასაც აქვს 3 ჰექტარამდე არის, 3 ჰექტარია რა. ძალიან კარგი. მაგრამ პერსპექტივაში გაფართოებით. ჩვენი პროდუქტი, რომელიც ჩვენ ევროპას მივაწვდინეთ, დავანახეთ მისი როგორც გემური თვისებები, ისევე მისი ვიზუალური თვისებები და ძალიან მოეწონათ, გაჩნდა საკითხი აუცილებლობა იმისა, რომ ამ პროდუქტს ჰქონდა თავისი სერტიფიკატი. წარმოებაში, რასაც სოფლის მეურნეობა ჰქვია, ერთადერთი სტანდარტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის ევროპული ბაზრისთვის, არის Global GAP სტანდარტი, ესე ქვია, ადრე Euro-GAP სტანდარტი ერქვა და ეხლა ეს ქვია. აი ამის გამო რომ ჩვენ ეს სტანდარტი დაგვენერგა ჩვენ საწარმოში, 3 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა ამაზე, დავიქირავეთ სპეციალური სამსახური, რომელიც გვეხმარებოდა ამ სტანდარტის დანერგვაში. შემდეგ მოვიწვიეთ ესპანეთიდან აუდიტორები, რომლებმაც შეაფასეს, გამოიკლიეს ერთი სეზონი თითქმის დაკვირვების ქვეშ კონდათ ჩვენი საწარმო და რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ ზუსტად ინფორმით ხდებოდა ამ პროდუქტის წარმოება, რათა ეს სტანდარტი ითვალისწინებდა. გასული წლის მარტში უკვე მოგვენიჭა. სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, როცა გამორთხილეს შემოსასვლელში, რომ თამბაქო არ უნდა მომეწია, მაგრამ საღეჭი რეზინაც არ შეიძლება და ეს მართლა გასაკვირია. რომელიც გეტყვით, თანხლების გარეშე ვიზიტორს არ შეუძლია გადაადგილდეს თავისი სურვილით. ეს იმიტომ კი აკრძალული ზონა არის, არა აქ ის წესი, რასაც სტანდარტი ჩვენ გავალდებულებს, ზუსტად გაწერილია თითოეული აქ მყოფის მოძრაობის სქემაც კი. ვიზიტორზე ლაპარაკი, რაც შეეხება თანამშრომელს, მასაც თავისი ნებით ვეღარ ნებით, არა, ნებაზე არა ლაპარაკი, უბრალოდ ის უნდა გააკეთოს, რასაც ავალებს ზუსტად ეს სტანდარტი და მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია. გვეუბნებიან იმას, რომ ზუსტად ისეთივე ფორმით უნდა ვაწარმოოთ ჩვენ პროდუქცია და ისეთი ორგანიზაცია უნდა გქონდეს საქმიანობის, რასაც ევროპელები აკეთებენ და მოწინავე ევროპელები.
ამის პრეტენზია ჩვენ გავუჩინეთ ჩვენს საწარმოს, გავუჩინეთ ინტერესიც და უკვე მეორე წელია ამ ფორმით მუშაობთ და ცხოვრობთ. აქ მნიშვნელოვანია ამ სტანდარტის მოქმედებაში ისიც რომ აქ ჩვენ ვაწარმოებთ იმ წესით პროდუქტს რაც ყველა მეზობელი მთავარია დაცული იყოს ყველა პოზიცია რასაც ეს სტანდარტი გავალეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორი არის. კერძოდ რა პროდუქცია რომელიც მოხდა ქსელში, სავაჭრო ქსელში, აი აქ პირველივე დაინტერესებული პირი, რომელიც რაღაც ინტერესს გამოხატავს ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ სადაურია როგორ არის, აი მიკვლევადების ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ საკითხში მიკვლევადობა ნიშნავს იმას, რომ მოგეხსენებათ ყველა პროდუქტს თავისი დადებითი და თავისი უარყოფითი თვისებების გამოხატვის დროს რაღაც გარკვეულ დროში უნდა მიხვდნენ სადაც როგორ არის დაკრეფილი თუ მოყვანილი ეს პროდუქტი. ამიტომ აქ ხედავთ თქვენ რომ იდენტიფიკაცია გაკეთებული ყველა სათბურის. ხედავთ როგორ არის მინიშნებული თუ რომელ სათბურში რა იკრიბება და ყოველივე კრეფა აღწერილი არის იმ ფორმით რომ აი მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს, აქეთა მხარეს რამდენი მოიკრიფა, რა დროს, რომელ საათზე და ასე შემდეგ. ეს მარტო არაკრეფასთან არის დაკავშირებული, არამედ თვითონ თესვის პროცესიც კი ზუსტად ესეთები არის. აი ბავშვი რო გაჩნდა, იმ დროს ხოლმე შეიქმნა დაბადების მოწყობა. დაიბადა ამ დღეს. ისე არის, რომ აი ეს სცენარი დაითესა ამ დღეს, ამ საათზე და ამ დროს. კრეფაც მიმდინარეობდა ამ წესებით. აი ეს არის მთავარი ჩვენს მომხმარებელს ეს ქართულ ბაზარზე იქნება თუ ევროპულ ბაზარზე უთხრათ. ნამდვილად სად არის, როგორ და რანაირად არის მოყვანილი ესათვისის პროდუქტი. ევროპის ბაზრებზე კვლევას ვახდენთ. თუ კი მანამდე დომინირებდა იტალიის, ესპანეთის, ისრაელის და სხვა მოწინავე ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ახლა უკვე სულ ხშირად ჩნდება აზიური ქვეყნების პროდუქცია, რომლებიც პრაქტიკულად კონკურენტუნარიანია დღევანდელი პროდუქტისა ამ მოწინავე ქვეყნების მიერ წარმოებულისას. ამ რეგიონს, წყალტუბოს რაიონს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. აი ამ მიმართულებით რომ განავითაროს თავიანთი წარმოება და ამასთან ერთად შევისწავლოთ ებრაელების კაი გამოცდილება, რომ დაახლოებით აი ამ პერიოდში დილით აკრეფილ ბოსნეულს უკვე ლონდონში საღამოთი ქსელში ყიდიან. აი ეს არის ყველაზე მეტი მთავარი ალბათ, რომ ეს ლოჯისტიკის საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს ხვალდაზე იმისათვის, რომ ჩვენს პროდუქტს ევროპაში განსაკუთრებული მოთხოვნები გაუჩინოთ. ჩვენ თვითონ გვყავს ჩვენი წარმომადგენლები ჰოლანდიაში, გერმანიაში. მართალი გითხრათ შეიძლება დიდი მოსულობებით ვერ ყიდით ჩვენს პროდუქციას, მაგრამ უკვე პირველი პატარა საჩვენებელი სატესტო პარტიები გავგზავნეთ, ნახეთ და ვსწავლობთ ახლა აი ამ ლოჯისტიკის საკითხებს, რათა აი ამ პროდუქტს ზუსტად ისეთივე სახით პროდუქტი ისეთივე სახით მივაწოდოთ თქვათ იგივე ბაზარს, რომელიც გთხოვს და ამასთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქტი არის აი ამ მოწინავე ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქტთან შედარებით. კარგია რომ ჩვენ ვართ პირველები და ამასთანავე ცუდია რომ ერთადერთები ვართ. მოგეხსენებათ ერთი მერცხლის მოყვანა და გაზაფხულს ვერ მოხავს და ამიტომ ჩვენაერი ქვეყანაში თუ არ გამრავლდა მე მაქვს საუბარი ასეთ მოცულობით ფორმაზე და სტანდარტის აუცილებლობაზე რაც დღეს გვაქვს ჩვენი ძალებით შეიძლება ითქვას ევროპის ბაზარს ვერ დავიწყოთ, გაგვიჭირდება ძალიან, იმიტომ ჩვენი წარმოებული პროდუქტი საექსპორტო პროდუქტის დაახლოებით 1%-იც არ არის, რაც აქ ვაწარმოებთ. რა წვანილები მოხდა? წვანილები ტრადიციული, რაც არის კამა, ეს ოხრახუში, ქინძი, მაგრამ ამას მოემატა ბაზრის მოთხოვნილების გამო სხვა ახალი კულტურები, რომლებიც პრაქტიკულად შემავსებელი კი არ არის, არამედ უკვე მოთხოვნილების პირველ რიგში დგას ევროპულ ბაზარზე. თქვენ ხედავთ ახლა რომ აქ რამდენი ფირნიშია გაკრული, ეს ყველა ფირნიში ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იქ ყველა კულტურა აქ გამოცდაში არის და ცდაში არის. აქ ყველაზე მეტი საინტერესო ალბათ ის უნდა ვთქვათ, რომ პირველი კულტურა, რომელიც ჩვენ აქ შემოვიტანეთ 3 წლის წინ, არის ეს რუკოლა. თან მოყვა მას ამერიკელი ჩვენი მეგობარი, რომელიც სამჯერ იყო ჩამოსული და გვასწავლიდა ამ კულტურის მოყვანას.
მას მიემატა ისეთი კულტურები, როგორიც არის ორეგანო, როზმარინი, ჩაივსი, ხედავთ ლიტუსების, ესე იგი სალათების რამოდენიმე სახეობას, ხედავთ აქ პიტნას, ხედავთ ქონდა გასული წლის სტაჟი და ეხლაც გაზაფხულზე ჩითილები გამოვყავს მწვანე და წითელი რეխანის, რომელიც განსაკუთრებული ფენომენი არის პრაქტიკულად ეს მწვანე რეխანი ევროპულ ბაზარზე და ჩვენი ქართული ბაზარიც უკვე ეჩვევა აი ამ მოთხოვნებს. გარდა ამ ტერიტორიაზე, რაც თქვენ ხედავთ და მოყავს ეს კულტურები, ალბათ ეს საკმარისი არ იქნება იმ ზდადი მოთხოვნის შესასრულებლად და შევეცდებით რომ ის ფერმერები და ის გლეხური მეურნეები, რომლებიც დაგვიჯერებენ ჩვენ და ჩვენი კონსულტაციების ქვეშ გააკეთებენ ამას, ალბათ გაცილებით მეტ მოსავალსაც მიიღებენ ისინი შემოსავალს უпроსტորეთ და ამასთან ერთად დაგვიკმაყოფილებენ იმ მოთხოვნას, რომ პროპორციულად მოთხოვნებში ჩაჯდეს ისეთი კულტურები, რომლებიც შემადგენელი ნაწილი იქნება ევროპული ბაზრის. საინტერესოა სათესლი მასალა საიდან ჩამოვით, რა ჰიბრიდებს ხმარობთ და თუ საიდუმლო არ არის აღის ისინი. მოსავლის მისაღებად რა არის აუცილებელი. პირველი სათესლე მასალა, ეს მიწის მომზადება ჩვეულებრივი პროცედურა, შემდეგ ირიგაცია და ვენტილაცია. ჩვენ ქონდა ვიზიტები გერმანიაში და ჰოლანდიაში, გვენახა მათი მეურნეობები, დაგვათვალიერებიეს კიდეც და მათი წარმომადგენლების მეშვეობით სათესლე მასალა შემოვიტანეთ. აი აქ ძირითადად ჰოლანდიური სათესლე მასალა არის გამოყენებული, გვაქვს ამერიკულიც, ჩვენს ქვეყანაში ჯეჯერობით მეთესლეობის მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი, ალბათ დროც მოვა ისეთი, რომ ქართული ჰიბრიდების თესვაზე გადავალთ, მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ჰოლანდიურს და ამერიკულს არის მინიჭებული. თავისთავად ხედავთ აქ, რომ ვიზუალურადაც მისი გემური თვისებებითაც რახან მიწაზე მოყავს და აქ არ ვიყენებ ჩვენ ქიმიურ საშუალებებს, პრაქტიკულად ორგანული კვებით ხდება ამათი მიღება ამ პროდუქტის მიღება. დაახლოებით 3 წლიანი ლოდინის პერიოდი აქვს იმ მიწას, იმ გარემოს, იმ სიტუაციას, რომ ბიოპროდუქტამდე მივიდეთ. ამის დაკანონება და ამისი აფიშირება, რომ ლოგოზე ეს გამოიკვეთოს და ფირნიშზე დაეწეროს, 3 წლიანი სადაგჭირდება ალბათ ამისათვის. ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ ჰიბრიდებთან ერთად ბიოლოგიური თესლიც მივიღოთ. მაგალითად რო ავიღოთ კამა, 1 კილოგრამის ღირებულება, რომელიც დაახლოებით გამოიყენება 1000 კვადრატული მეტრი დასათესად, საშუალოდ 100-120 ლარის ფარგლებში ჯდება. მაშინ როცა იგივე უკრაინიდან და ქართული ადგილზე აღებული თესლი სადღაც 20-25 ლარის ფარგლებში ზის. მართალია სხვაობა დიდია, სადა 20 და სადა 120, მაგრამ აქ გვაქვს ჩვენ უკვე საქმე იმასთან, რომ ეს თესლი, სათესლე მასალა დამუშავებული არის. გარანტია გაქვს, რომ არ მოყვება მას რაიმე ისეთი დაავადება, რომელიც თავშივე ჩანასახშივე მოკლავს თვითონ მცენარეს და ამიტომ ეს ღირს ეს რისკები აქ პატარა მოტობლოკებითა და პატარა ტრაქტორებით ვახდენთ შიგა დამუშავებას, თავისთავად დაახმნა, შემდეგ კულტივაცია, შემდეგ მისი მომზადება საბოლოოდ დასათესად გაწმენდა იმ ნარჩენებისაგან, რაც კიდე კომუნისტებმა დაგვიტოვეს შუშების სახით, ჩამსხვრეული სათბურების სახით, ისიც გაწმენდა, მოყვანა ნიადაგის იქამდე რომ სათესად უკვე მიყვანილი იქნას. შემდეგ გვაქვს პატარა მოწყობილობები, მექანიზმები, რომლებიც თესავს ამ ბოსტნეულს და თავისთავად შემდგომი ოპერაციები უკვე თითქმის ხელით არის ყველაფერი საკეთებელი. იმდენად რამდენადაც ჩვენ ვცდილობთ და პრაქტიკულად გამორიცხული გვაქვს ქიმიური საშუალებებით ბრძოლა მავნებლების არის თუ დაავადებების წინააღმდეგ და ამიტომ ძირითადად ხელით მუშაობა გვიწევს. ამითაც ჩვენ ვამაყობთ. რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას და მოწყობილობას აი ამ მეურნეობისა ძირითადში, მთავარი და მთავარი ისაა, რომ თვითონ ამ ნიადაგს ზოგადად გააჩნია სადრენაჟე სისტემა მოწყობილი, აღდგენილი, გაკეთებული ისე, რომ ის ზედმეტი წვიმა, რომელიც შეიძლება მოხვდეს ფართზე, სადრენაჟე სისტემებში იყრის თავს და გადის იქეთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ამას ემატება ის, რომ თვითონ როცა მოვიფიქრეთ ასეთი გვირაბის ტიპის სათბურის შექმნა, ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთზე მიდმული არ ყოფილიყო, იმდენად რამდენადაც ზოგჯერ 4 წელიწადში ერთხელ, 5 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე მაღალი უხვი ნალექის მოსვლა თოვლის სახით და შესაძლებელი იყო ეს ჩაშლილი იყო ისევე, როგორც იმ პერიოდში მოხდა და აი ამიტომ ამის გამორიცხვის მიზნით სპეციალისტებთან და კონსტრუქტორებთან შეთანხმებით აი ეს კონსტრუქცია შევიმუშავეთ. ჩვენ რა თქმა უნდა ამერიკული
ევროპული გამოცდილების სინთეზი გავაკეთეთ, კონსტრუქციები და თვითონ ეს მეტალი უკრაინიდან არის შემოტანილი. ნახაზები და ის ჩვენ შექმნით ჩვენს მშენებელთან ერთად. აი ამ ფორმით ავაშენეთ, ხედავთ რომ სივრცეები საკმაოდ ისეთია, რომ ხელშემშელი პირობები არაფერი არ არის. შემდეგ ვენტილიაციისა და მექანიკური საშუალებები ესე ჩვენი გაკეთებულია და კარგად მოფიქრებული ასე გგონია. რაც შეეხება კალორიფერებს გათბობისათვის იტალიური არის. გათბობისთვის რას იყენებთ? გათბობისთვის ქვანახშირი და თხილის ნაჭუჭი, გაზიც არის, მაგრამ თხილის ნაჭუჭს აძლევთ პრიორიტეტს იმდენად შედარებით იაფიანი არის და ამიტომ მასზე ავიღეთ აქცენტი და მასზე გვაქვს გათვალისწინებული ყველაფერი. რაც შეეხება ირიგაციას, სისტემა გვაქვს როგორც დაწვიმებითი, ისევე წვეთოვანი მოწყვის სისტემა. ისრაელის არის ეგა იქაური გაკეთება მართვის პუნქტით, რომელიც პრაქტიკულად ელემენტარულად ღილაკზე თითით დაჭერით პროგრამის მიცემის შემთხვევაში ვაძლევთ თუ რომელ სათბურს რა ადგილზე, რა დროით, რა კონკრეტული აი ამ პროგრამით ვამუშავებთ. აი ეს მოკლედ, ნუ რაც შეეხება თვითონ პარკს, ელოფნის პარკს, ეს ამერიკული და ისრაელის ერთობლივი ნაწარმი არის და ნუ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მთელი მოწინავე გამოცდილების თავმოყრა მოვახდინეთ ახლა ჩვენი საშუალებებით და ის რაც უნდა დაგხარჯოდა თქვათ მშენებლისათვის, რომელიც თქვათ უნდა ჩამოსულიყო უცხოეთიდან აეწყო იგივე კონსტრუქცია, შეიძლება ითქვას, რომ გავანახევრეთ ხარჯები რა, ეგ არის მთავარი შესაძლებელია. დაახლოებით 1 ჰექტარზე ესეთი კონსტრუქციის სასათბურო მეურნეობის აწყობა რამდენი დაჯდება? აი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თუ კი დავითვლით იმას ირიგაციისა და განთბობის სისტემის გარეშე თვითონ კონსტრუქციას, აქ უნდა ვთქვათ, რომ სადღაც 1 კვადრატული მეტრი დაჯდება $20-25 პარალელში. ჩვენი ძირითადი ბაზარი არის მოგეხსენებათ უკრაინული ბაზარი. ეს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ამ სეგმენტის ბაზარი არის. ამას ნუ ემატება ბალტიისპირეთის ქვეყნები, ემატება ბელარუსი, მოლდოვა, აქეთ ეს ნაწილი, მაგრამ ამასთან ერთად უკვე არის მცდელობები როგორც ჩვენი, ისე სხვისი, რომ იგივე პოლონური, იგივე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, სკანდინავიის ქვეყნებისგან მოთხოვნები საკმაოდ ისეთი სერიოზული არის და ამიტომ არის, რომ იმ კრიზისულ პერიოდშიც კი, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი განიცდის, ეს სეგმენტი განვითარებადი არის. დღეს რო ჩვენ სტატისტიკა გავაკეთოთ ჩვენს რაიონში, თუ კი 2007-ში, 6-ში 700 ჰექტარის ფარგლებში იყო წყალტუბოს რაიონში სასათბურე მეურნეობის დაფარული ფართი, დღეს დაახლოებით 800 ჰექტარამდე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში ეს ყველაფერი მზარდი და ჩანს რომ ბაზარი ითხოვს პროდუქტს, ავისთავად მეურნეც ისეთი ადამიანი არის და ისეთი ფენომენი არის, თავისთავად იმას ავითარებს. შეფუთვის პრობლემა ძალიან აქტუალურია და საკმაოდ ძვირი მე როგორც ვიცი და თქვენ როგორი შეფუთვის სისტემა გაქვთ? ჩვენ ჯერ კიდე 2005-6 წელს საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ამ თემაზე, შეფუთვის მეთოდი ჩამოვიტანეთ პრაქტიკულად ისრაელიდან, ებრაელებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამისი. ზოგი გვასწავლეთ, ზოგი ჩვენ თვითონ ვისწავლეთ, პრაქტიკულად შექმნით ისეთი შეფუთვა, რომელიც მიღებული არის ევროპულ ბაზარზე და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თოდას განავითარებთ კიდე და ალბათ საბოლოო სახეს მივცეთ. რამდენ ადამიანს ასაქმე? ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ 200-ზე მეტი იყოს. დღეს 100-მდე კაცი ყოთ დასაქმებული აქ. ამას ისიც ემატება, რომ მოთხოვნილებად ბაზარს აი ეგეთა მხარეს დაახლოებით 2-3 ჰექტარი ფართი გვაქვს კიდე. ესე მომზადებული იმისათვის, რომ გაფართოვდეს და თუ კი რაიმე საშუალება გაჩნდება დაინტერესებული ინვესტორი გამოჩნდება ქვეყანაშიც და ჩვენთანაც არ არის გამორიცხული, რომ რაღაც კოოპერირების ფორმით, რომელიც ფიქრობ გადამჩენი იქნება ჩვენი სოფლის მეურნეობისა და არა კონკურენტს ჩავთვლით თქვათ იმაში, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც კოოპერირების ფორმით გავაფართოვოთ და გავადიდოთ, რაც გვაქვს 2-3 ჯერ მეტი კონდეს, ვიდრე ეს არის. ვფიქრობთ, რომ ესეთი ადამიანები ბევრი იქნებიან. ურმესი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. იმედი მაქვს, რომ გლობალ გაპის სერტიფიცირებაში მარტო აღარ იქნებით. კარგად ზანდებოდეთ. დიდი მადლობა სტუმრობისათვის.